ნახევარღმერთ და ლოცვები დედის მუცელში მყოფ უფალი კრიშნასადმი. მეფე კამსამ არა მარტო იადუს, ფოჯასა და ანთაკას დინასტიების სამეფოები და შურასენოს სამეფო მიიტაცა, არამედ დანარჩენ დემონ მეფეებთანაც დაამყარა ურთიერთობა. ეს დემონები იყვნენ პრალამბა, ბაკა, ჩანურა, ტრანბარტა, აქასურა, მუშტიკა, არიშტა, დვივიდა, პუტანა, კეში და თენუკა. იმ დროს მაგათას პროვინციაში, ამჟამად ბიჰარის შტატი, ჯარასანთა მეფობდა. ამდენად თავისი მოხერხებული პოლიტიკით, ჯარასანთას მფარველობით კამსამ შექმნა და განამტკიცა იმ დროის ყველაზე ძლევამოსილი სამეფო. შემდეგ მან კავშირი დაამყარა ისეთ მეფეებთან, როგორებიც იყვნენ ბანასურა და ფაუმასურა. ვიდრე ყველაზე ძლიერი ხელისუფალი არ გახდა. შემდეგ სასტიკად გადაემტერა იადუს დინასტიას, რომელშიც კრიშნა უნდა დაბადებულიყო. კამსასგან შეწუხებულმა იადუს, ფოჯასა და ანთაკას დინასტიის მეფეებმა სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, როგორიცაა კურუთა სამეფო, პანჩალების სამეფო სახელმწიფოები, კეკაია, შალვა, ვიდარფა, ნიშადჰა, ვიდეჰა და კოშალა. კამსამ დაარღვია იადუს ასევე ფოჯასა და ანთაკას სამეფოების ერთსულოვნება. მან თავისი მდგომარეობა ყველაზე მეტად განამტკიცა დიდ ტერიტორიაზე, რომელსაც იმ დროს ფარატა ვარმა ერქვა. როდესაც კამსამ ერთი მეორეს მიყოლებით გამოასალმა სიცოცხლეს დევაკისა და ვასუდევას 6 შვილი, უამრავი მეგობარი და ნათესავი მივიდა მასთან და სთხოვა ხელი აეღო ამ საზისღარ საქმეებზე, მაგრამ შემდეგ ყველანი კამსას მიემხრენ. როცა დევაკი მეშვიდედ დაორსულდა, მის საშვილოსნოში კრიშნას სრული ექსპანსია ანანტა შევიდა. დევაკი სიხარულმა და სევდამ მოიცვა. მას ახარებდა ის, რომ უფალმა ვიშნუმ მის მუცელში დაიდო ბინა, მაგრამ ამავე დროს ნაღლობდა, რომ კამსა დაბადებისთანავე გამოასალმებდა მას სიცოცხლეს. ამ დროს ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ, რომელიც კამსას მიერ ჩადენილი სიმხეთის გამო იადუებს თანაუგრძნობდა, თავის იოგამაიას, ანუ შინაგან ენერგიას უბრძანა გამოცხადება. კრიშნა სამყაროს უფალია, მაგრამ განსაკუთრებით იადუს დინასტიის მეუფე გახლავთ. იოგამაია ღმრთების უზენაესი პიროვნების უმაღლესი ენერგიაა. ვედებში ნათქვამია, რომ უფალს ღმრთების უზენაეს პიროვნებას უამრავი ენერგია აქვს. პარასია, შაქტირ, ვივათა, შროატე. სხვადასხვა ენერგიები გარეგანად და შინაგანად მოქმედებს. იოგამაია კი ყველაზე მაღალია. უფალმა იოგამაიას ბრაჯაფუმის მიწაზე მუდამ მორთულსა და მშვენიერი ძროხებით სავსე ვრინდავანში მოვლინება უბრძანა. ვრინდავანში მეფე ნანდასა და დედოფალ იაშოდას სახლში ცხოვრობდა როჰინი, ვასუდევას ერთ-ერთი ცოლი. როჰინის მსგავსად კამსას სიმხეთით დაშინებულ იადუს დინასტიის მრავალი წარმომადგენელი იყო მთელს ქვეყანაზე გაფანტული. ზოგიერთი მათგანი გამოქვაბულშიც კი ცხოვრობდა. უფალმა იოგამაიას უთხრა, დევაკი და ვასუდევა კამსას ტყვეობაში არიან და ამჟამად ჩემი სრული ექსპანსია შეშა დევაკის მუცელში იმყოფება. შეგიძლია ისე მოაწყო, რომ შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადავიდეს. ამის შემდეგ მე პირადად ვაპირებ ყველა ჩემი ენერგიით დევაკის მუცელში შესვლას. შემდეგ დევაკისა და ვასუდევას შვილად მოვევლინები. შენ კი ვრინდავანში დაიბადები ნანდასა და იაშოდას ქალიშვილად. როგორც ჩემს დას, ქვეყნად ხალხი თაყვანს გცემს და მოგართმევს ძვირფას ცხვენს, ნელსაკმეველს, სანთლებს, ყვავილებსა და სხვადასხვა შესაწირს. შენ სწრაფად უნდა დააკმაყოფილო მათი სწრაფა გრძნობათა ტკბობისაკენ. მატერიალური მიმზიდველობის მაძიებელნი თაყვანს ცემენ შენს სხვადასხვა მოვლინებებს, რომელთაც ერქმევათ დურგა, ფატაკალი, ვიჯაია, ვაიშნავი, კუმუდა, ჩანდიკა, კრშნა, მადჰავი,
კანიაკი, მაია, ნარაიანა, იშანი, შარადა და ამბიკა. კრიშნა და იოგამაია მოევლინენ დაძმის სახით, ანუ როგორც უმაღლესი ძლევამოსილი და უმაღლესი ძალა. თუმცა ძლევამოსილსა და ძალას შორის აშკარა განსხვავება არ არსებობს, ძალა ყოველთვის ძლევამოსილს ემორჩილება. მატერიალისტები ძალას ეთაყვანებიან, ტრანსცენდენტალისტები კი ძლევამოსილს. კრიშნა უზენაესი ძლევამოსილია, დურგა კი უმაღლესი ძალაა მატერიალურ სამყაროში. არსებობს ვიშნუსა და დევის ასობითა და ათასობით ტაძარი. ზოგჯერ მათ ერთდროულად ეთაყვანებიან. ძალის, დურგას ანუ კრიშნას განრიგანი ენერგიის თაყვანისმცემელმა შეიძლება ადვილად მიაღწიოს ყოველგვარ მატერიალურ წარმატებას, მაგრამ ვისაც ტრანსცენდენტულად ამაღლება სურს, კრიშნას ცნობიერებაში ძლევამოსილს უნდა სცეს თაყვანი. უფალმა იოგამაიას ისიც განუცხადა, რომ მისი სრული ექსპანსია ანანტა შეშა დევაკის მუცელში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ მას როჰინის მუცელში გადანაცვლება მოუწევს, შეარქმევენ სანკარშანას და იგი გახდება ყოველგვარი სულიერი ძალის, ანუ ბალას წყარო, რომლის მეშვეობითაც რამანად წოდებული უმაღლესი ნეტარების მიღწევა შეიძლება. ამიტომ სრული ექსპანსია ანანტამ მისი მოვლინების შემდეგ ცნობილი გახდება როგორც სანკარშანა, ანუ ბალარამა. უპანიშადებში ნათქვამია, რომ თვითრეალიზაციის უმაღლესი საფეხურის მიღწევა შეუძლებელია ბალარამას საკმარისი წყალობის გარეშე. ძალა არ ნიშნავს ფიზიკურ ძალას. ფიზიკური ძალით სრულყოფის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა ბალარამას, ანუ სანკარშანას მიერ ნაწყალობების სულიერი ენერგია. ანანტა, ანუ შეშა არის ძალა, რომელსაც უკავია ყოველი პლანეტა, მათ სხვადასხვა მდგომარეობაში. მატერიალურად იგი ცნობილია მიზიდულობის ძალად. სინამდვილეში კი ეს ძალა სანკარშანას ენერგიის გამოვლინებას წარმოადგენს. ბალარამა, ანუ სანკარშანა, სულიერი ძალა, ანუ თავდაპირველი სულიერი მოძღვარი გახლავთ. ამიტომ უფალი ნიტიანანდა პრაბჰუ, აგრეთვე ბალარამას ინკარნაცია, თავდაპირველი სულიერი მოძღვარია. სულიერი მოძღვარი არის ბალარამას სულიერი ძალის მიმნიჭებელი ღმრთების უზენაესი პიროვნების წარმომადგენელი. ჩაიტანია ჩარიმტამრატაში დადასტურებულია, რომ სულიერი მოძღვარი კრიშნას წყალობის გამოვლინებას წარმოადგენს. ღმრთების უზენაესი პიროვნების ბრძანება რომ მოისმინა, იოგამაიამ გარშემო უარა უფალს და მისი ბრძანების თანახმად მატერიალურ სამყაროს მოევლინა. როდესაც ღმრთების უზენაესმა ძლევამოსილმა პიროვნებამ უფალი შეშა დევაკის მუცლიდან როჰინის მუცელში გადაიყვანა, ორივე ქალი იოგამაიას ხიბლის ქვეშ იყო, რომელსაც იოგა ნიდრასად უწოდებენ. ამის შემდეგ ხალხმა იფიქრა, დევაკის მეშვიდე ორსულობაზე მუცელი მოეშალაო. ამდენად, თუმცა ბალარამა დევაკის შვილად მოევლინა, მან როჰინის მუცელში გადაინაცვლა, რათა მის შვილად დაბადებულიყო. ამის შესრულების შემდეგ ღმრთების უზენაესი პიროვნება კრიშნა, რომელიც მუდამ მზად არის მთელი პოტენციები თავის წმინდა ერთგულებში მოათავსოს, ვასუდევას ჭკუაში შევიდა, როგორც მთელი სამყაროს უფალი. აქედან გასაგებია, რომ უფალმა კრიშნამ პირველ რიგში ვასუდევას წმინდა გულში დაისადგურა და შემდეგ გადაინაცვლა დევაკის გულში. დევაკის მუცელში მას თესლის სახით არ შეუღწევია. თავისი შეუცნობელი უნარის წყალობით ღმრთების უზენაეს პიროვნებას მოვლინება ნებისმიერი გზით შეუძლია. მისი მოვლინებისთვის არ არის საჭირო ქალის განაყოფიერება. როდესაც ვასუდევას გულში ღმრთების უზენაესი პიროვნების ფორმა ჰყავდა, იგი ჰგავდა ბრწყინვალე მზეს, რომლის მანათობელი სხივები ყოველთვის აუტანელი და მწველია, ჩვეულებრივი ადამიანისთვის. ვასუდევას სუფთა გულში მყოფი უფლის ფორმა არაფრით განსხვავდება კრიშნას თავდაპირველი ფორმისგან. ნებისმიერ ადგილას, განსაკუთრებით კი გულში, კრიშნას ფორმის გამოჩენას თამა ეწოდება.
თამა ეხება არა მარტო კრიშნას ფორმას, არამედ მის სახელსაც, ფორმას, თვისებებსა და ატრიბუტებსაც, ყველაფერი ერთდროულად ვლინდება. ამრიგად, ღმრთების უზენაესი პიროვნების მარადიულმა ფორმამ ყველა თავის ენერგიასთან ერთად ვასუდევას ჭკუიდან დევაკის ჭკუაში გადაინაცვლა. სწორედ ისე, ჩამავალი მზის სხივები აღმოსავლეთით ამომავალ სავსე მთვარეში რომ გადაინაცვლებს ხოლმე. კრიშნა, ღმრთების უზენაესი პიროვნება, დევაკის სხეულში ვასუდევას სხეულიდან შევიდა. იგი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი არსებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ სადაც კრიშნა მასთან ერთად იმყოფება ყველა მისი სრული ექსპანსია, როგორებიც არიან ნარაიანა და ინკარნაციები, მაგალითად უფალი ნარასიმჰა და ვარანასი, ისინი არ ექვემდებარებიან მატერიალური ყოფიერების პირობებს. ამგვარად დევაკი გახდა სამყოფელი ღმრთების უზენაესი პიროვნებისა, რომელიც სწორუპოვარია და ყოველგვარი ქმნილების მიზეზს წარმოადგენს. დევაკი იქცა აბსოლუტური ჭეშმარიტების თავშესაფარად, მაგრამ რადგან კამსას სახლში იმყოფებოდა, მალულ ცეცხლს ან არასწორად გამოყენებულ ცოდნას ჰგავდა. როცა ცეცხლს ქოთნის კედლები ფარავს, ან ქილაში ინახება, მისი ნათელი სხივები ძნელი შესამჩნევია. ასევე არასწორად გამოყენებული განათლება, რომელსაც არავითარი სიკეთე არ მოაქვს ხალხისთვის, დიდად არ ფასდება. დევაკი კამსას სასახლის ციხის კედლებში იმყოფებოდა და ვერავინ ხედავდა მის ტრანსცენდენტულ სილამაზეს, რომელიც მის სხეულში ღმრთების უზენაესი პიროვნების არსებობის შედეგი იყო. მაგრამ კამსამ შენიშნა თავისი დის, დევაკის ტრანსცენდენტული სილამაზე და მაშინვე გამოიტანა დასკვნა, რომ ღმრთების უზენაესმა პიროვნებამ მის საშვილოსნოში პოვა თავშესაფარი. არასოდეს ყოფილა იგი ასე საოცრად ლამაზი. კამსა აშკარად ხვდებოდა, რომ დევაკის მუცელში რაღაც არაჩვეულებრივი არსებობდა და იგი მოუსვენრობამ შეიპყრო. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მომავალში მას ღმრთების უზენაესი პიროვნება მოკლავდა და რომ იგი უკვე მოვლენილიყო. კამსა ფიქრს მიეცა, რა მოვხერხო დევაკის? მის მუცელში უსათუოდ ვიშნუ, ანუ კრიშნაა. ცხადია, კრიშნა ნახევარღმერთების მისიის შესასრულებლად მოვიდა. დევაკი დაუყოვნებლივ რომ მოვკლა კიდეც, კრიშნას ვერ შევაჩერებ. კამსამ მშვენივრად იცოდა, რომ ვიშნუს განზრახვის შესრულებას ხელს ვერავინ შეუშლის. ყოველ გონიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, რომ ღმერთის კანონების დარღვევა შეუძლებელია. დემონთა მიერ შექმნილი წინააღმდეგობების მიუხედავად, ღმერთის განზრახვა მაინც სისულეში იქნება მოყვანილი. კამსა ფიქრობდა, თუ ახლა მოკლავ დევაკის, ვიშნუ მეტი რისხვით მაიძულებს მისი უმაღლესი სურვილისადმი დამორჩილებას. ახლა დევაკის მოკლა ჩემთვის ყველაზე დამამცირებელი მოქმედება იქნებოდა. სახელის გატეხა არავის სურს, ასეთ უხერხულ მდგომარეობაშიც კი. ახლა დევაკის მოკლა სახელს შემილახავს. დევაკი ქალია და ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფება. ორსულად არის და რომ მოკლა ჩემს სახელს ღვთისმოსავი საქმიანობების შედეგებსა და დღეგრძელობას ბოლო მოეხება. შემდგომ იგი მსჯელობდა, მეტისმეტად სასტიკი პიროვნება სიცოცხლეშივე მიცვალებულს გავს. სასტიკი ადამიანი ცოცხალიც არავის უყვარს და სიკვდილის შემდეგაც ხალხი წყევლით მოიხსენიებს. საკუთარი თავის სხეულთან გაიგავების გამო იგი დეგრადაციას განიცდის და ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ ადგილებში ხდება. ასე ფიქრობდა კამსა, მაშინვე მოეკლა თუ არა დევაკი. საბოლოოდ კამსამ გადაწყვიტა, მაშინათვე არ მოეღო ბოლო დევაკისთვის, არამედ გარდაუვალ მომავალს დალოდებოდა. მაგრამ მისი ჭკუა ღმრთების პიროვნებისადმი მტრობა მოიცვა. იგი მოთმინებით ელოდა ბავშვის დაბადებას, იმ იმედით, რომ ისევე გაუსწორდებოდა მას, როგორც დევაკის სხვა შვილებს. ღმრთების უზენაეს პიროვნებისადმი მტრობის ოკეანეში ჩაძირული კამსა, რასაც არ აკეთებდა, იჯდა, ეძინა, დადიოდა, ჭამდა თუ მუშაობდა, გამუდმებით კრიშნაზე და ვიშნუზე ფიქრობდა. მისი ჭკუა ისე ჩაეფლო ღმრთების უზენაეს პიროვნებაზე ფიქრში, გარშემო მხოლოდ კრიშნა და ვიშნუ ელანდებოდა. საუბედურად, თუმცა მისი გონება ასე იყო ვიშნუზე ფიქრით მოცული,
ერთგულად მაინც არ ითვლება, ვინაიდან იგი კრიშნაზე ფიქრობდა როგორც მტერზე. ჭეშმარიტი ერთგულის ფიქრები ყოველთვის კრიშნასკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ერთგული მასზე კეთილი და არა ბოროტი განწყობით ფიქრობს. კრიშნას ნებიერება კრიშნაზე კეთილი და არა ბოროტი განწყობით ფიქრს წარმოადგენს. ამ დროს უფალი ბრაჰმა, უფალი შივა, ნარადას დარი დიდი ბრძენების თანხლებით, რომელთაც უამრავი სხვა ნახევარღმერთი მოყვებოდა, მალულად გამოცხადდნენ კამსას სახლში. მათ დაიწყეს ღმრთების უზენაესი პიროვნებისადმი რჩეული ლოცვების აღვლენა, რომლებიც მეტად საამოა ერთგულთათათვის და რომელთაც შედეგად მათი სურვილების აღსრულება მოჰყვება. მათ მიერ წარმოთქმული პირველი სიტყვები ამტკიცებდა, რომ უფალი თავის სიტყვას არ ღალატობს. როგორც ბჰაგავად გიტაშია ნათქვამი, კრიშნა მატერიალურ სამყაროში ღვთისმოსავთა დასაცავად და ურწმუნოთა გასანადგურებლად ჩამოდის. ეს არის მისი აღთქმა. ნახევარღმერთებს ესმოდათ, რომ უფალმა აღთქმის შესასრულებლად დევაკის მუცელში დაიდო ბინა. მათ ახარებდათ, რომ უფალი თავისი მისიის შესრულებისთვის უნდა მოვლენილიყო და უწოდეს მას უზენაესი აბსოლუტური ჭეშმარიტება. ყველა ჭეშმარიტების ძიებაშია, ეს არის ცხოვრების ფილოსოფიური გზა. ნახევარღმერთები გვამცნობენ, რომ კრიშნა უზენაეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ვინც ბოლომდე კრიშნას ნობიერი ხდება, იგი აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევას შეძლებს. კრიშნა აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ფარდობითი ჭეშმარიტება არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას მარადიული დროის სამივე ფაზაში. დრო მოიცავს წარსულს, აწყვოსა და მომავალს. კრიშნა ყოველთვის ჭეშმარიტებაა, წარსულშიც, აწყვოშიც და მომავალშიც. მატერიალურ სამყაროში ყველაფერს უმაღლესი დრო მართავს, წარსულში, აწყვოსა და მომავალში, მაგრამ კრიშნა არსებობდა სამყაროს შექმნამდე. შექმნისას ყველაფერი მასში ისვენებს და როცა ამ ქმნილებას ბოლო მოეღება, კრიშნა მაინც იქნება. ამიტომ იგი ყველა ვითარებაში აბსოლუტური ჭეშმარიტება გახლავთ. თუკი მატერიალურ სამყაროში მოიძებნება რაიმე ჭეშმარიტება, ის უზენაესი ჭეშმარიტებისგან, კრიშნასგან მომდინარეობს. თუკი მატერიალურ სამყაროში რაიმე დიდებულება არსებობს, კრიშნაა მიზეზი ამ დიდებულებისა. თუკი ამ მატერიალურ სამყაროში რაიმე დიდება არსებობს, კრიშნაა მიზეზი ამ დიდებულებისა. თუკი ამ მატერიალურ სამყაროში არსებობს რაიმე ძალა, ამგვარი ძლიერების მიზეზს კრიშნა წარმოადგენს. თუკი ამ მატერიალურ სამყაროში არსებობს სიბრძნე და განათლება, კრიშნა გახლავთ მათი მიზეზი. ამიტომ კრიშნა ყოველგვარ ფართობით ჭეშმარიტებათა წყაროა. მატერიალური სამყარო 5 მთავარი ელემენტისგან შედგება. ესენია მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი. ეს ელემენტები კრიშნასგან მომდინარეობს. მატერიალისტი მეცნიერები 5 მთავარ ელემენტს მატერიალური გამოვლინების მიზეზად აღიარებენ, მაგრამ ელემენტები მათ უხერსა და ნატიფ მდგომარეობაში კრიშნას მიერ წარმოიქმნება. მატერიალურ სამყაროში მშრომელი არსებები კრიშნას მოსაწვრე ენერგიის პროდუქტები არიან. ბჰაგავად გიტას მე-7 თავში ნათლად არის ნათქვამი, რომ მთელი გამოვლინება კრიშნას ორი სახის ენერგიის, მაღალი და დაბალი ენერგიის კომბინაციას წარმოადგენს. ცოცხალი არსებები მისი მაღალი, ხოლო უსიცოცხლო მატერიალური ელემენტები დაბალი ენერგია არიან. მიძინებულ ფაზაში ყველაფერი კრიშნაში რჩება. მატერიალური გამოვლინების ანალიტიკური აღწერით ნახევარღმერთები მოწიწებით განაგრძობდნენ ლოცვების აღვლენას ღმრთების პიროვნების უმაღლესი ფორმის კრიშნასადმი. რას ნიშნავს მატერიალური გამოვლინება? იგი ხეს აღგავს, ხე მიწაზე დგას. მატერიალური გამოვლინებაც ასევე ეყრდნობა მატერიალური ბუნების საფუძველს. მატერიალური გამოვლინება ხესთანაა შედარებული, რადგან საბოლოოდ ხეს ჭრიან. ხეს ეწოდება ვრკშრა, რაც აღნიშნავს იმას, რასაც საბოლოოდ მოკვეთა უწერია. ამიტომ მატერიალური გამოვლინების ხეს უმაღლეს ჭეშმარიტებად ვერ ვაღიარებთ. დრო გავლენას ახდენს მატერიალურ გამოვლინებაზე. კრიშნას სხეული კი მარადიულია. არსებობდა მატერიალურ გამოვლინებამდე, არსებობს მის განმავლობაში და მისი გაქრობის შემდეგაც იარსებებს.
კათა უპანიშადში მოყვანილია მატერიალური გამოვლინების ხის მაგალითი, რომელიც მატერიალური ბუნების მიწაზე დგას. ეს ხე ორი სახის ნაყოფს ისხამს: უბედურებას და ბედნიერებას. ხის სხეულში მცხოვრებნი ორ ჩიტს გვანან. ერთი მათგანი არის კრიშნას ლოკალიზებული ასპექტი, რომელიც პარამატმადაა ცნობილი. მეორე ჩიტი კი ცოცხალი არსება გახლავთ. ცოცხალი არსება მატერიალური გამოვლინების ნაყოფს მიერთმევს, ზოგჯერ ბედნიერების ნაყოფს იგემებს, ზოგჯერ კი უბედურებისას. მაგრამ მეორე ჩიტს არ იზიდავს ბედნიერებისა და უბედურების ნაყოფი, იგი თვითკმარი გახლავთ. კათა უპანიშადში ნათქვამია, რომ სხეულის ხეზე მჯდომი ერთი ჩიტი ნაყოფს მიერთმევს, მეორე კი უბრალოდ მოწმეა ამისა. ამ ხეს სამი მიმართულებით აქვს ფესვები გადგმული. ეს ნიშნავს, რომ ხის ფესვები არის მატერიალური ბუნების სამი მოდუსი: სათნოება, ვნება და უმეცრება. როგორც ხის ფესვები იტოტება მატერიალური ბუნების მოდუსებთან, სათნოებასთან, ვნებასთან და უმეცრებასთან ურთიერთობით, ასევე იხანგრძლივებს პიროვნება მატერიალურ არსებობას. ნაყოფს 4 სახის გემო აქვს: რელიგიურობა, ეკონომიკური განვითარება, გრძნობათა დაკმაყოფილება და საბოლოოდ განთავისუფლება. მატერიალური ბუნების სამ მოდუსთან სხვადასხვაგვარი კავშირების შედეგად ცოცხალი არსებები სხვადასხვა სახის რელიგიურობის, ეკონომიკური განვითარების, გრძნობათა დაკმაყოფილებისა და განთავისუფლების გემოს განიცდიან. ფაქტიურად, ყოველგვარი მატერიალური საქმიანობა უმეცრებაში სრულდება, მაგრამ ვინაიდან სამი მოდუსი არსებობს, ზოგჯერ უმეცრების ხარისხს სათნოება და ვნება გადაფარავს ხოლმე. მატერიალური ნაყოფების გემო 5 გრძნობით აღიქმება. გრძნობების 5-მა ორგანომ, რომელთა მეშვეობითაც ცოდნა მიიღება, 6 სახის მათრახი უნდა იწნიოს: წუხარება, ილუზია, არასრულყოფილება, სიკვდილი, შიმშილი და წყურვილი. მატერიალურ სხეულს, ანუ მატერიალურ გამოვლინებას 7 ფენა ფარავს: კანი, კუნთები, ხორცი, ძვლის ტვინი, ძვალი, ცხიმი და თესლი. ხის ტოტები 8: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, ეთერი, ჭკუა, გონება და ეგო. სხეულში 9 კარია: 2 თვალი, 2 ნესტო, 2 ყური, პირი, გენიტალიები და უკანა ტანი. სხეულში არსებობს აგრეთვე 10 სახის შიდა ჰაერის დინება. აქ აღწერილის თანახმად მატერიალური გამოვლინების ძირითად მიზეზს ღმრთების უზენაესი პიროვნება წარმოადგენს. ღმრთების უზენაესი პიროვნება ვრცელდება და მატერიალური სამყაროს სამ თვისებას მართავს. ვიშნუ სათნოების მოდუსზე ზრუნავს, ბრაჰმა ვნების მოდუსზე, უფალი შივა კი უმეცრების მოდუსზე. ბრაჰმა ვნების მოდუსით ქმნის ამ გამოვლინებას, უფალი ვიშნუ სათნოების მოდუსით ასულთქმულებს მას, ხოლო უფალი შივა უმეცრების მოდუსით ანადგურებს. მთელი სამყარო საბოლოო ჯამში უზენაეს უფალში ისვენებს, იგია შექმნის შენარჩუნებისა და განადგურების მიზეზი. მთელი გამოვლინების განადგურების დროს იგი თავის ნატიფ ფორმაში, უფლის ენერგიის სახით, უზენაესი უფლის სხეულში განისვენებს. ამჟამად ლოცულობდნენ ნახევარღმერთები. უზენაესი უფალი კრიშნა ამ გამოვლინების შესანარჩუნებლად მოდის. სინამდვილეში უზენაესი მიზეზი ერთია, მაგრამ გონიათ, რომ მატერიალური სამყარო სხვადასხვა მიზეზით ვლინდება. გონიერები ხედავენ, რომ მიზეზი ერთია კრიშნა, როგორც ბრაჰმა სამჰიდაშია ნათქვამი. კრიშნა, ღმრთების უზენაესი პიროვნება, მიზეზთა მიზეზია. ბრაჰმას შექმნა ევალება, ვიშნუს არსებობის შესანარჩუნებლად მოვლენილი კრიშნას ექსპანსიაა, ხოლო უფალი შივა კი გასანადგურებლად მოვლენილი კრიშნას ექსპანსია გახლავთ. ჩვენო ძვირფასო უფალო, ლოცულობდნენ ნახევარღმერთები. ძალიან ძნელია შენი პიროვნების მარადიული ფორმის გაგება. ხალხს არ შესწევს შენი ჭეშმარიტი სახის შეცნობის უნარი, ამიტომ პირადად ჩამოდიხარ შენი თავდაპირველი მარადიული სახის საჩვენებლად. ასე თუ ისე ხალხი ახერხებს შენი მეუფების სხვადასხვა ინკარნაციების შეცნობას, მაგრამ უძნელდებათ ადამიანებს შორის ერთ-ერთი მათგანივით მოქმედი კრიშნას ორხელიანი მარადიული ფორმის გაგება. შენი მეუფების ამ მარადიული ფორმის მიერ მიონიჭებული ტრანსცენდენტული სიამოვნება
ერთგულებისთვის გამუდმებით იზრდება, მაგრამ არაერთგულებისთვის ეს ფორმა მეტად სახიფათოა. როგორც ბჰაგავად გიტაშია ნათქვამი, კრიშნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს თავის ერთგულებს, მაგრამ ეს ფორმა ძალზე სახიფათოა დემონებისთვის, ვინაიდან კრიშნას ჩამოსვლის მიზანს დემონების განადგურებაც წარმოადგენს. ამიტომაც იგი ერთდროულად საამოა ერთგულთათვის და სახიფათოა დემონებისთვის. ჩვენო ძვირფასო ლოტოსის თვალება უფალო, შენ ახარ წმინდა სათნოების მიზეზი. არსებობს უამრავი ბრძენი, რომელიც უბრალოდ სამათით, ანუ შენი ლოტოსის ტერფებზე ტრანსცენდენტული მედიტაციით და ამგვარად შენზე ფიქრში დანთქმით, ადვილად აქცია მატერიალური ბუნებით შექმნილი უმეცრების დიდი ოკეანე, ხბოს ნაჩლიქარში ჩამდგარ წყლად. მედიტაციის მიზანს წარმოადგენს ჭკუის მიმართვა ღმრთების პიროვნებისკენ, დაწყებული მისის ლოტოსის ტერფებიდან უბრალოდ უფლის ლოტოსის ტერფებზე მედიტაციით, დიადი ბრძენები დაუბრკოლებლად გადადიან მატერიალური არსებობის უკიდეაგანო ოკეანეს. ო თვითმნათო, დიად წმინდა პიროვნებებს თან არ წაუღიათ შენი ლოტოსის ტერფების ტრანსცენდენტული ნავი, რომლითაც უმეცრების ოკეანე გადალახეს. ის კვლავ ამ ნაპირზე განისვენებს. ნახევარღმერთები კარგ შედარებას იყენებენ. თუ ადამიანი მდინარის გადასალახავად ნავს იყენებს, ის მასთან ერთად მდინარის მეორე ნაპირზე გადის. მას მიზნის მიღწევის შემდეგ როგორ გამოიყენებენ იმავე ნავს მეორე მხარეს დარჩენილები, ამ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ნახევარღმერთები თავიანთ ლოცვაში ამბობდნენ, რომ მათ ნავი თან არ გაუყოლებიათ. მეორე ნაპირზე დარჩენილებს ისევ შესწევთ მატერიალური ბუნების ოკეანის გადალახვის უნარი, ვინაიდან წმინდა ერთგულებს ოკეანის გადალახვისას ნავი თან არ მიაქვთ. უბრალოდ ნავთან მიახლოებისას მატერიალური უმეცრების მთელი ოკეანე ხბოს ნაჩლიქარში ჩატეული წყლის ზომამდე მცირდება. ამიტომ ერთგულებს არ ესაჭიროებათ ნავის მეორე ნაპირზე გადაყვანა, ისინი უმალვე კვეთენ ოკეანეს, იმის გამო რომ დიად პიროვნებებს ყველა განპირობებული სული ებრალებად ნავი კვლავ უფლის ლოტოსის ტერფებთან დევს. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია უფლის ლოტოსის ტერფებზე ფიქრი და ამგვარი მოქმედებით იგი გააღწევს მატერიალური არსებობის დიდი ოკეანიდან. მედიტაცია უფლის ლოტოსის ტერფებზე კონცენტრაციას ნიშნავს. ლოტოსის ტერფები ღმრთების უზენაეს პიროვნებაზე მიუთითებს. იმპერსონალისტები უფლის ლოტოსის ტერფებს არ აღიარებენ, ამიტომ მათი მედიტაციის საგანი იმპერსონალურია. ნახევარღმერთები ნათლად გამოხატავენ აზრს, რომ პიროვნებები, რომლებიც რაღაც სიცარიელეზე ან იმპერსონალურზე ფიქრით არიან დაკავებული, ვერ შეძლებენ უმეცრების ოკეანის გადალახვას. ასეთ პიროვნებებს უბრალოდ ეჩვენებათ, რომ განთავისუფლებულნი არიან. ო ლოტოსის თვალება უფალო, წაბილწულია მათი გონება, ვინაიდან ისინი შენი მეუფების ლოტოსის ტერფებზე არ ფიქრობენ. ამ უგულებელყოფის შედეგად იმპერსონალისტები კვლავ ეცემიან განპირობებულ მატერიალურ ყოფაში. თუმცა დროებით შეიძლება იმპერსონალური შეცნობის საფეხურამდე ამაღდნენ. კაცრი ასკეზებისა და ეპიდემიების გავლის შემდეგ იმპერსონალისტები იმპერსონალურ ბრაჰმანს, ანუ ბრაჰმანის სხივებს ერწყმიან, მაგრამ მათი ჭკუა არ არის მატერიალური უწმინდურობისგან თავისუფალი. ისინი უბრალოდ მატერიალისტური აზროვნების უარყოფას შეეცადნენ. ეს არ ნიშნავს განთავისუფლებას. ამიტომ ისინი ეცემიან. ბჰაგავად გიტას თანახმად, უმაღლესი მიზნის მისაღწევად იმპერსონალისტმა დიდი გამოცდა უნდა გაიაროს. შრიმად ბჰაგავატამის დასაწყისში ნათქვამია აგრეთვე, რომ ღმრთების უზენაესი პიროვნების ერთგულის სამსახურის გარეშე კარმიულ მოქმედებათა ტყვეობიდან განთავისუფლება შეუძლებელია. ამას ამბობს უფალი კრიშნა ბჰაგავად გიტაში. ამასვე იმეორებს შრიმად ბჰაგავატამში დიადი ბრძენი ნარადა და აქ კი ნახევარღმერთები ამტკიცებენ იგივეს. პიროვნებებმა, რომლებიც ერთგულის სამსახურის გზაზე არ დგანან, არ იციან ცოდნის უმაღლესი მიზანი და არც შენს წყალობას იმსახურებენ.
იმპერსონალისტებს უბრალოდ ჰგონიათ, რომ განთავისუფლდნენ, მაგრამ სინამდვილეში ღმრთების პიროვნების მიმართ არავითარი გრძნობა არ გააჩნიათ. ისინი ფიქრობენ, რომ მატერიალურ სამყაროში მოსვლისას კრიშნა მატერიალურ სხეულს ღებულობს, ამიტომაც ვერ ამჩნევენ კრიშნას ტრანსცენდენტულ სხეულს. ესეც დამტკიცებულია ბჰაგავად გიტაში. მატერიალური ვნების დამორჩილებისა და განთავისუფლების საფეხურამდე ამაღლების მიუხედავად, იმპერსონალისტები ეცემიან, თუკი მხოლოდ ცოდნის გულისთვის შეისწავლიან მოვლენებს და უბლის ერთგულ სამსახურს არ მიმართავენ, სასურველი შედეგიც არ ექნებათ. მათი მონაპოვარი შფოთვაა და მეტი არაფერი. ბჰაგავად გიტაში ნათლად არის ნათქვამი, რომ ბრაჰმანის შეცნობა ყველაფერი როდია. ბრაჰმანთან გაიგავება შეიძლება დაეხმაროს პიროვნებას მატერიალური მიჯაჭვულობისა თუ განჯაჭვულობის გარეშე ხალისიანი გახდეს და გაწონასწორების საფეხურს მიაღწიოს, მაგრამ ამის შემდეგ იგი ერთგულ სამსახურს უნდა შეუდგეს. როდესაც ბრაჰმანის რეალიზაციის საფეხურამდე ამაღლების შემდეგ ადამიანი ერთგული სამსახურის გზას ადგება, იგი სულიერ სამყაროში შესვლის უფლებას იღებს, რათა იქ იცხოვროს და ღმრთების უზენაეს პიროვნებასთან იქონიოს ურთიერთობა. ასეთია ერთგული სამსახურის შედეგი. ღმრთების უზენაესი პიროვნების ერთგულები იმპერსონალისტთა მსგავსად არასოდეს ეცემიან. ერთგულები კიდეც რომ დაეცნენ, უფალთან სიყვარულით მიჯაჭვულნი რჩებიან. ერთგული სამსახურის გზაზე შეიძლება 1000 გვარი წინააღმდეგობა შეხვდეთ, მაგრამ ისინი თავისუფლად უშიშრად იტანენ ამას. ღმერთისადმი მინდობის გამო ისინი დარწმუნებული არიან, რომ კრიშნა დაიცავს მათ. ბჰაგავად გიტაში კრიშნა პირობას იძლევა, ჩემი ერთგულები არასოდეს იღუპებიან. ჩემო ძვირფასო უფალო, მატერიალურ სამყაროში ცოცხალ არსებათა სასიკეთოდ, შენი თავდაპირველი წმინდა სახით, სათნოების მარადიული ფორმით მოგვევლინე. შენი მოვლინების მადლით ახლა ყველას ადვილად შესწევს ღმრთების უზენაესი პიროვნების ბუნებისა და ფორმის შეცნობის უნარი. მათ, ვინც სოციალური წესის 4 დანაყოფს ეკუთვნიან, ბრაჰმაჩარები, გრჰასათები, ვანაპრასათები და სანიასები, შენი გამოცხადება სიკეთეს მოუტანს. ძვირფასო უფალო, მეუღლე ბედის ქალღმერთისა, შენს სამსახურში განმტკიცებული ერთგულები იმპერსონალისტებისგან განსხვავებით მაღალი საფეხურიდან არ ეცემიან. შენს მიერ დაცულ ერთგულებს მაიას უამრავი მთავარსარდლის დაძლევის უნარი შესწევს, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ განთავისუფლების გზაზე დამაბრკოლებელი ზღუდეების აღმართვა. ძვირფასო უფალო, ცოცხალ არსებათა სასიკეთოდ შენი ტრანსცენდენტული ფორმით ვლინდები ისე, რომ მათ პირისპირ შეძლონ შენი დანახვა და შენს სათაყვანებლად მსხვერპლის შეწირვა წმინდა წერილებში რეკომენდირებული ვედური რიტუალების შესრულებით, მისტიური მედიტაციით და ერთგული სამსახურით. ძვირფასო უფალო, შენ რომ არ ევლინებოდე ნეტარებითა და ცოდნით სავსე მარადიული ტრანსცენდენტული ფორმით, რომელსაც შენი მდგომარეობის შესახებ ყოველგვარი მცდარი მოსაზრებების ძირფესვიანად აღმოფხვრა შეუძლია, მაშინ შენ შესახებ ყველა უბრალოდ საკუთარ მოსაზრებებს წამოაყენებდა მატერიალური ბუნების თავიანთი მოდუსების შესაბამისად. კრიშნას მოვლინება პასუხს იძლევა უზენაესი პიროვნების ფორმის წარმოსახვითობაზე. ღმრთების უზენაესი პიროვნება ყველას თავისი მატერიალური ბუნების მოდუსების მიხედვით ყავს წარმოდგენილი. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია, რომ უფალი უხუცესი პიროვნებაა. ამიტომ გარკვეულ რელიგიურ პირთა ჯგუფებს წარმოუდგენიათ, რომ ღმერთი ძალიან მოხუცი უნდა იყოს, ამიტომ უფალს მოხუც კაცად წარმოსახავენ. მაგრამ იმავე ბრაჰმა სამჰიტაში არის საპირისპირო აზრი გამოთქმული. თუმცა ყველა ცოცხალ არსებაზე უფროსია, კრიშნას ჭაბუკის მარადიული ფორმა აქვს. შრიმად ბჰაგავატამში ამასთან დაკავშირებით გამოყენებულია შესაფერისი სიტყვები. უზენაესი პიროვნების ტრანსცენდენტულ ცოდნას ნიშნავს. მას სხვა მნიშვნელობაც აქვს. გამოცდილებით მიღებული ცოდნა, ტრანსცენდენტული ცოდნა მოწაფეობრივი თანმიმდევრობის დაღმავალი პროცესით უნდა მივიღოთ, ისე როგორც ბრაჰმა წარმოგვიდგენს კრიშნას შესახებ ცოდნას. ბრაჰმა სამჰიტაში. ბრაჰმა სამჰიტა არის
ვიჯდანამ, როგორც იგი ტრანსცენდენტული გამოცდილებით შეიცნო ბრაჰმამ და კრიშნას ფორმა და გართობები ტრანსცენდენტულ სავანეში ამ გზით წარმოგვიდგინა. უმეცრების გამო ხალხი უფლის ფორმას იგონებს. სხვადასხვა წარმოსახვის შესაბამისად მას ხან არ აქვს ფორმა, ხან აქვს, მაგრამ ბრაჰმა სამხიტაში კრიშნა წარმოდგენილია როგორც ვიჯდანამ უფალი ბრაჰმას მიერ მოცემული და უფალი ჩაიტანიას მიერ აღიარებული მეცნიერული გამოცდილებით მიღებული ცოდნა. ეს ეჭვგარეშეა. შრი კრიშნას ფორმა, შრი კრიშნას ფლეიტა, შრი კრიშნას ფერი, ყველაფერი რეალობაა. აქ ნათქვამია ისიც, რომ ვიჯდანა მუდამ ამარცხებს ყოველგვარ სპეკულაციურ ცოდნას. ამიტომ კრიშნა შენი ჭეშმარიტი სახით გამოჩენის გარეშე ვერ შეიცნობა ვერც სპეკულაციური ცოდნის უმეცრება და ვერც შენი გამოჩენით აღმოიფხვრება სპეკულაციური უმეცრება და დამკვიდრდება უფალი ბრაჰმას მსგავს ავტორიტეტად ჭეშმარიტად გამოცდილებით მიღებული ცოდნა. მატერიალური ბუნების სამი მოდუსის გავლენის ქვეშ მყოფნი ღმერთს საკუთარი მატერიალური ბუნების მიხედვით წარმოსახავენ. ამ გზით ღმერთი სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი, მაგრამ შენი გამოცხადება ნათელყოფს, როგორია ღმერთის ჭეშმარიტი სახე. იმპერსონალისტების უდიდეს შეცდომას წარმოადგენს ის აზრი, რომ როდესაც აქ ღმერთის ინკარნაცია მოდის, იგი სათნოების მოდუსში მატერიის ფორმას ხებულობს. სინამდვილეში კრიშნას ანუ ნარაიანას ფორმა ტრანსცენდენტულია ნებისმიერი მატერიალური წარმოდგენის მიმართ. თვით უდიდესმა იმპერსონალისტმა შანკარაჩარიამ აღიარა ეს. მატერიალური სამყაროს შექმნის მიზეზი არის მატერიის უპიროვნო გამოვლინება, ანუ გამოუვლენელი მატერიის ტოტალური რეზერვუარი და კრიშნა ტრანსცენდენტულია ამ მატერიალური კონცეფციის მიმართ. შრიმად ბჰაგავატამში ეს გამოხატულია სიტყვებით შუდჰა სატვა, ანუ ტრანსცენდენტული უფალი არ ეკუთვნის მატერიალურ სათნოების მოდუსს და ამ საფეხურზე მაღლა დგას. იგი ნეტარებისა და ცოდნის ტრანსცენდენტულ მარადიულ მდგომარეობაში იმყოფება. ძვირფასო უფალო, სხვადასხვა მოვლენებით გამოცხადებისას ვითარების შესაბამისად სხვადასხვა სახელსა და ფორმას იღებ. შენ ჰქვია უფალი კრიშნა, ვინაიდან ყოვლის მიმზიდველი ხარ. ტრანსცენდენტული სილამაზის გამო შიამასუნდარას გიწოდებენ. შიამა ნიშნავს მოშავოს, თუმცა ამბობენ, რომ შენი სილამაზე 1000 კუპიდონის სილამაზეს აღემატება. თუმცა შენი მოვლენების ფერს მოშავო ღრუბელს ადარებენ, შენ ტრანსცენდენტულ აბსოლუტს წარმოადგენ და შენი სილამაზე კუპიდონის დახვეწილ სხეულზე 1000 წილად მიმზიდველია. ზოგჯერ გირიდჰარას გიწოდებენ, ვინაიდან გოვართანას მთა ასწიე. იმის გამო, რომ ნანდა მაჰარაჯას დევაკის და ვასუდევას შვილად მოევლინე, ზოგჯერ ნანდა ნანდანას ვასუდევას ან დევაკი ნანდანას გეძახიან. იმპერსონალისტებს გონიათ, რომ ამდენი სახელი და ფორმა გარკვეული სახის მოქმედებასა და თვისებას შეესაბამება, ვინაიდან ისინი მატერიალური დამკვირვებლის თვალით გიყურებენ. ჩვენო ძვირფასო უფალო, შემეცნების გზა არ ნიშნავს სპეკულაციური მსჯელობით შენი აბსოლუტური ბუნების ფორმისა და მოქმედების შესწავლას. საჭიროა ერთგულ სამსახურში დასაქმება, მაშინ ადამიანი შენი აბსოლუტური ბუნების, ტრანსცენდენტული ფორმის, სახელისა და თვისებების გაგებას შეძლებს. სინამდვილეში, მას ვინც მცირედ მაინც ესმის შენი ლოტოსის ტერფების სამსახურის გემო, შენი ტრანსცენდენტული ბუნების, ფორმისა და თვისებების გაგება შეუძლია. სხვებმა შეიძლება მილიონი წლების მანძილზე განაგრძონ მსჯელობა, მაგრამ შენი ნამდვილი მდგომარეობის ოდნავ გაგებაც კი არ შეუძლიათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არაერთგულები ვერ შეიცნობენ ღმრთების უზენაეს პიროვნებას კრიშნას, ვინაიდან მის ნამდვილ თვისებებს იოგამაიას ფარდა ფარავს. როგორც ბჰაგავად გიტაშია დამტკიცებული, მე არ ვუმხელ თავს ნებისმიერს და ყველას. კრიშნა რომ მოვიდა, მართლა იმყოფებოდა კურუქშეტრას ბრძოლის ველზე
და მას ყველა ხედავდა, მაგრამ ყველას როდი ესმოდა, რომ იგი ღვთაების უზენაესი პიროვნება იყო და მაინც, ვინც კი მისი თანდასწრებით მოკვდა, ყველამ მიაღწია მატერიალური ტყვეობისგან სრულ განთავისუფლებას და სულიერ სამყაროში გადაინაცვლა. ო უფალო, იმპერსონალისტებსა და არაერთგულებს ვერ გაუგიათ, რომ შენი ფორმა და სახელი არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ვინაიდან უფალი აბსოლუტურია, არ არსებობს განსხვავება მის სახელსა და ნამდვილ ფორმას შორის. მატერიალურ სამყაროში ფორმა განსხვავდება სახელისგან. მანგოს ნაყოფი განსხვავებულია სახელწოდება მანგოსგან. მანგოს სახელით მანგოს ნაყოფს ვერ იგემებ, მაგრამ ერთგული, რომელმაც იცის, რომ არ არსებობს განსხვავება უფლის ფორმასა და სახელს შორის, გალობს ჰარე კრიშნა, 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 ჰარე, ჰარე რამა, რამა, ჰარე და გრძნობს, რომ მუდამ კრიშნასთან ერთადაა. უზენაესის აბსოლუტურ ცოდნაში არც თუ ისე გარკვეულ პიროვნებებს უფალი კრიშნა თავის ტრანსცენდენტულ გართობებს უჩვენებს. მათ შეუძლიათ უბრალოდ იფიქრონ უფლის გართობებზე და ამის სრული მადლი მიიღონ, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება უფლის ტრანსცენდენტულ სახელსა და მის ფორმებს შორის, არც მისი ტრანსცენდენტული გართობები და ფორმები განსხვავდება ერთმანეთისგან. ნაკლებად გონიერთათვის, მსგავსად ქალებისა, მუშების, ვაჭართა კლასისა, დიადმა ბრძენმა ვიასადევამ მაჰაბჰარატა დაწერა. მაჰაბჰარატაში კრიშნა თავისი სხვადასხვა საქმიანობით წარმოგვიდგება. მაჰაბჰარატა ისტორიული ნაწარმოებია და კრიშნას ტრანსცენდენტულ საქმიანობათა უბრალო შესწავლით, მოსმენითა და ხსოვნით, ნაკლებად გონიერებსაც თანდათანობით წმინდა ერთგულის საფეხურამდე ამაღლება შეუძლიათ. მუდამ კრიშნას ტრანსცენდენტულ ლოტოსის ტერფებზე ფიქრში ჩაფლული წმინდა ერთგულები, რომლებიც სრულ კრიშნას ცნობიერებაში განუწყვეტლივ ერთგულად ემსახურებიან უფალს, მატერიალურ სამყაროში მყოფებად არ უნდა მივიჩნიოთ. შრი რუპა გოსვამიმ განმარტა, რომ ისინი, ვინც სხეულით, ჭკუითა და საქმიანობით მუდამ კრიშნას ცნობიერებაში არიან დაკავებულნი, ამავე სხეულში განთავისუფლებულად უნდა ჩავთვალოთ. ესეც დამტკიცებულია ბჰაგავად გიტაში. უფლის ერთგულ სამსახურში მყოფნი უკვე მატერიალურ დონეზე მაღლა დგანან. სიცოცხლის უმაღლესი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას კრიშნა ერთგულებსაც უბოძებს და არაერთგულებსაც. ერთგულებს მისი ხილვისა და თაყვანისცემის უშუალო შესაძლებლობა ეძლევათ. მათ, ვინც ამ საფეხურზე არ დგანან, მისი საქმიანობების შესახებ გაგების საშუალება აქვთ და ამ გზით ისინიც იმავე საფეხურზე მაღლდებიან. ძვირფასო უფალო, უზენაესო გამგებელო, როცა დედამიწას მოევლინები, კამსასა და ჯარასანთას მსგავსი დემონები განადგურდებიან და სამყარო სიკეთით აივსება. მიწაზე რომ გაივლი შენი ლოტოსის ტერფები, შენი ქუსლების ნიშნებს, დროშას, სამკაფსა და ელვას დატოვებს მასზე. ასე მოჰფენ მადლს დედამიწას და ჩვენც ზეციური პლანეტებიდან ამ ნიშნების ხილველებს. ძვირფასო უფალო, განაგრძობდნენ ნახევარღმერთები, შენ არაშობილი ხარ, ამიტომაც ნეტარების მომგრუელი გართობების გარდა შენი გამოჩენის სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ. თუმცა ბჰაგავად გიტაში აღნიშნულია უფლის გამოცხადების მიზეზი, იგი სწორედ ერთგულთა დასაფარავად და არაერთგულთა გასანადგურებლად მოდის. იგი ფაქტიურად ერთგულებთან სასიამოვნო შეხვედრისთვის ევლინება და არაერთგულთა გასანადგურებლად. არაერთგულთა განადგურება უბრალოდ მატერიალური ბუნებით შეიძლება. მატერიალური ბუნების გარეგანი ენერგიის ქმედება და უკუქმედება, შექმნა, შენარჩუნება და განადგურება ავტომატურად ხორციელდება, მაგრამ უბრალოდ შენი წმინდა სახელისათვის თავის შეფარებით ერთგულები საკმარისი დაცვის ქვეშ იმყოფებიან, ვინაიდან შენი წმინდა სახელი და პიროვნება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ერთგულთა დაცვა და არაერთგულთა განადგურება არ არის ღვთაების უზენაესი პიროვნების საქმე. ამ ქვეყნად იგი უბრალოდ იმიტომ ევლინება, რომ ეს ტრანსცენდენტულ სიამოვნებას ანიჭებს. მისი მოვლენების სხვა მიზეზი არ არსებობს. ჩვენო ძვირფასო უფალო, შენ იადუს დინასტიის საუკეთესო წარმომადგენლად ევლინები და ჩვენ მოწიწებით ვეთაყვანებით შენს ლოტოსის ტერფებს. ამ გამოცხადებამდე შენ მოევლინე თევზის, ცხენის, კუს, ტახის, გედის, მეფე რამაჩანდრას,
პარაშურამასა და მრავალი სხვა სახით. შენ მოევლინე, რათა დაიცვა ერთგულები და ჩვენ ვევედრებით შენს ამჟამინდელ გამოვლინებას, თავად ღმრთების უზენაეს პიროვნებას სამივე სამყაროში, ასეთივე თავშესაფარი გვიბოძე და ჩვენი სიცოცხლის მშვიდობიანი აღსრულებისთვის ყოველგვარ წინააღმდეგობას მოგვარიდე. ძვირფასო დედა დევაკი, შენს მუცელში ყველა თავის სრულ მოვლინებასთან ერთად ღმრთების უზენაესი პიროვნება იმყოფება. იგია ღმრთების თავდაპირველი პიროვნება, ჩვენ სასიკეთოდ გამოჩენილი. ამიტომ არ უნდა გქონდეს შენი ძმის, ფოჯას მეფის შიში, შენი შვილი უფალი კრიშნა, ღმრთების თავდაპირველი პიროვნება, ღვთისმოსავი იადუს დინასტიის დასაცავად მოევლინა. უფალი გვევლინება არა მარტო, არამედ თავის უშუალო სრულ ნაწილთან, ბალარამასთან ერთად. დევაკის ძალზე ეშინოდა თავისი ძმის კამსასი, ვინაიდან მან ამდენი შვილი დაუხოცა, ამიტომ კრიშნას გამო ძალიან ღელავდა. ვიშნუ პურანაში ნათქვამია, რომ დევაკის დასამშვიდებლად და გასამხნევებლად ნახევარმართები თავიანთ ცოლებთან ერთად ესტუმრებოდნენ ხოლმე მას, რათა არ ქონოდა იმის შიში, რომ კამსა შვილს მოუკლავდა. მის მუცელში მყოფი კრიშნა უნდა მობრძანებულიყო არა მარტო სამყაროს ტვირთის შესამსუბუქებლად, არამედ იადუს დინასტიის ინტერესთა დასაცავადაც და რასაკვირველია, დევაკის და ვასუდევას დასაფარად. ცნობილია, რომ ვასუდევას ჭკუიდან კრიშნამ დევაკის ჭკუაში გადაინაცვლა, იქედან კი მის მუცელში. ამდენად ნახევარღმერთები დევაკის კრიშნას დედას სცემდნენ თაყვანს. უფლის ტრანსცენდენტული ფორმის ამგვარად თაყვანისცემის შემდეგ ნახევარღმერთებმა, რომელთაც წინ უფალი ბრაჰმა და უფალი შივა მიუძღოდათ, თავის ზეციურ სამყოფელში გასწიეს.